ჩვენი ურთიერთობა არის ტრადიციული და როგორც წესი წლის გახსნის ღონისძიება პარლამენტთან ერთად ტარდება. ამ შემთხვევაში ეს იყო არა მხოლოდ ერთობლივი ღონისძიება, არამედ ჩატარდა პარლამენტის სასახლეში. თემაც პოლიტიკური და ეკონომიკური იყო შერეული იმ გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით, რაც დღეს მსოფლიოში არის. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად გვესაუბრა პარლამენტის გადასახედიდან იმაზე თუ რა მიგვაჩნია დღეს მნიშვნელოვნად როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიკური მხრივ იმ პირობებში, როდესაც მსოფლიო წესრიგი მოშლილი არის, იმ პირობებში, როდესაც გლობალური ეკონომიკური სტაბილურობაც დაზიანებული არის. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ეროვნულ ინტერესებზე, ეროვნული ინტერესების პრიმატზე, რაც დღეს ბევრი სახელმწიფოს ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება არის და არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სახელმწიფო გადაწყვეტილების მიღებისა. ეროვნული ინტერესების მსახურება ბიზნესის გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ არის სოციალური პასუხისმგებლობა და ამ მხრივ ხელისუფლება და ბიზნესი უნდა იყვნენ მოკავშირეები ამ ეროვნული ინტერესების გატარებაში, რომელიც ბიზნესის ნაწილში გამოიხატება სოციალურ პასუხისმგებლობაში. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომელიც მათ შორის გლობალური პროცესებიდან გამომდინარე საქართველოს შეიძლება შეექმნას, როგორც ერთ-ერთ სტაბილურ დერეფანს, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას და ამ მხრივ მნიშვნელობაზე, რომ ბიზნესმაც შესაბამისად ფეხი აუწყოს ამ ტენდენციას, რომ საქართველოს როგორც დამაკავშირებელი დერეფანი მისი პოტენციალი იყოს ბოლომდე გამოყენებული და ბოლოს გლობალური და ქართული ბიზნესი ეს არის ორი კატეგორია, რომელიც ორივე ბიზნესია, მაგრამ სხვადასხვა პასუხისმგებლობით მოქმედებს. გლობალური ბიზნესი ეძებს განვითარებად, შეიძლება მაღალრისკიან, მაგრამ ასევე მაღალი მოგების მარჟიან ბაზრებს და ამ მხრივ მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ამავე დროს არის არასტაბილური და შეიძლება ნაკლები სოციალური პასუხისმგებლობით. რაც შეეხება ქართულ ბიზნესს, ეს არის ნამდვილი დაბანდება ქვეყანაში, ვინაიდან ქართული ბიზნესი თავისი მხრივ ემსახურება იმ სოციალურ გარემოს, რომელშიც ის წარმოშობილია და ვითარდება და შესაბამისად მისი პასუხისმგებლობა უფრო სხვა არის, ვიდრე გლობალური ბიზნესისა, რომელიც შეიძლება მსოფლიო კონjunktურიდან გამომდინარე მალე დატოვოს ესა თუ ის ბაზარი, იმის დამიხედვით, სად უფრო მეტ მოგებას ნახავს. რაც შეეხება ქართულ ბიზნესს, ის არის საყრდენი, ხერხემალი, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ეროვნული ბიზნესი და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის სახელმწიფოს ხელისუფლებისა და ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობა და თანამებრძოლობა ამ სფეროში.